კიდევ მეც გეტყვი, ჩემთვის მეტი არის უპირველეს ყოვლისა ადამიანის მე, ინდივიდუმი და შემდეგ ერი. აი ესე მოვდივარ მე. ადამიანის მე და ინდივიდუალობა ჩემთვის არის უპირველესი, შემდეგ არის ერი. იმიტომ რომ თუ ინდივიდუალობა წინარ წარუძლებს ხდება ნებისმიერ საქმეს, გინდა ეს იყოს ეროვნული საქმე, პოლიტიკაში, გინდა ეს იყოს კულტურაში, გინდა ეს იყოს სპორტში თუ რაშიც, სადაც არ უნდა იყოს ეს, თუ ადამიანის მე და ინდივიდუალობა იმას წინარ წარუძლებდა, იქ არაფერი არ გამოვა. ამიტომ ეს მე ინდივიდუალობა. საუბედუროთ ჩვენ ქართველები მხოლოდ გარდამტყვეტ მომენტში მაშინ როდესაც დაღუპვის კარცევად მიმდგარი ვდგებით ერთად და ვერთიანდებით ხოლო რაც შეეხება შემდგომ ეტაპს როდესაც უკვე ერის გადარჩენაზე კი არ არის ლაპარაკი არამედ აღორძინებაზე იქ კი ისევ თავს იჩენს ჩვენი პრომეთეული გოროზობა ჩვენი ეს ოდითგანდელი სენი და ჩვენ კვლავ ერთმანეთს ვშორდებით. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში ამ სისხლისღვრაში პირველად ასა შეკრული, ასა მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე. გამაგრდით და გაძლიერდით სულიერად, რამე თუ ჩვენთან არის ღმერთი. ეს არის დადებითი მოვლენა. დაწყობნას ბაკულისათვის. პირველი დავალდა ოღონდ ამ ხალხს ხოლო მე ვხდე ყველა თქვია. იდანი ჩვენზე ნაკლები პატრიოტი. მე თქვენ არავის შეურაცხყოფას არ გაკეთებ. არასოდეს არ მოგაკეთებ და კიდე გეუბნები და ყველა ინვესტორ მიყვარდა. ანუ გარდა მაგისა გეუბნები რომ მომისმინეთ სოციალური შეხედულება იქნება სხვადასხვაერი. ვიყვით იმას რომ მე ახალგაზრდობას მაქეზე მე ესე იგი უბიძგებ უბედურებისაგან და ასე შემდეგ. მე ვიცი ვინც ესე იგი რაც არის თავისუფლებისათვის ყოველთვის საკუთარი სტრუქტურა, საკუთარი თავი ის გახდება ვიცი. ესე იგი ჩემი ნაცვლი არ არის, მე თავად მივიდი ამაზე, მაგრამ შემამდე სხვა ჰეგელმა და მანამდე აცხოვარმა გვერდს. აცხოვარმა მოუტანა კაცობრიობას. მე პირადად ვამბობ, რომ დაიყურება სისხლი და მე პირადად თქვენთან ერთად არ ვარ. და ვიცი დაიწყება თუ არა? დაიწყება. თუ არ დაიწყება, დაიწყება. და იგი არა აქვს მნიშვნელობა. შეცვლა მუხლებს არ შეიძლება მაინც დაიწყება. რატომ მუხლებს არ საერთოდ ეს პროექტის განხილვა როგორც ძალიან ნაჩქარი იყოს გადადებული, მაგრამ ყოველთვის უკიდურეს შემთხვევაში ჩვენ
ჩვენთვის ის საკითხი, რომელსაც სისხლის დაღვრაც კი შეიძლება, არის მხოლოდ 108 და 119 მუხლი, სისხლის დაღვრაზე რომ მიდისახა. ასეთი, მაგრამ ეს იმას არისო, რომ ჩვენ დანარჩენებზე არ ვიბრძოლოთ. უნდა ვიბრძოლოთ აუცილებლად. გამარჯვებული მოვიცხოვთ ეროვნულ კონსტიტუციას და ჩვენ მოვიცხოვთ გაუქმებას, ესე იგი, იმ დამატებების და შესაბამისების, რომელიც შემოსავლდა რუსეთის იმპერიამ. ვინ არიან ეს რუსები? ვინ არიან? ბოლშევიკი რუსები და ასე რესურს უიღეს ნეობა შეჯამეს ქართველებს და ერას მოგვიწევს. ეს ტიპი პარტიკულარიზმის სოქშა ჩაეცათ. რუსულმა იმპერიალიზმმა თავის ჭკუით რა მისიაც დააკისრა, იმის საპირისპირო მისია უნდა მივცეთ ჩვენ. რუსულმა იმპერიალიზმმა რა ხნა? ზუგდიდის ხარეს გადმოიტანა ლაკობას ბაღი. ციგდა პარკს რუხის ციხესთან დაარქვეს ლაკობას სახელობის ბაღი. რატო დაარქვეს ლაკობას სახელობის ბაღი? ლაკობას საქმე უნდათ ზუგდიდში გაეკეთებინათ. ისე გაეაფხაზებინათ უნდა თავის ჭკუით სამეგრელობის მის. არიკმარეს სოხუმის და გალის გააფხაზება გესმის და გადმოვიდნენ შეტევაზე ზუგდიდზე და ლაკობას პარკში აწყობდნენ შეხვედრებს აფხაზეთის და საქართველოს ახალგაზრდობის. ხო იცით ეს? აი ასე ერქვა. საქართველოს და აფხაზეთის, ისე ვითომ აფხაზეთის სხვა, საქართველოს სხვა და ლაკობას პარკში ზუგდიდში ხდება მათი შეხვედრა გესმის? ეხლა შეწყდა, იმიტომ რომ ეხლა მიიღეს ჩვენგან კარგი დარტყმები, გესმის? თავიანთი ჭკუით ლაკობას ბაღი იყო პლაცდარმი ზუგდიდის გააფხაზების და გარუსების, გესმის? აი ეს ოცნებები ჰქონდათ. ეხლა ჩვენ კონტრ შეტევაზე გადავალთ. ზუგდიდი იქნება პლაცდარმი აფხაზეთის გამაგრელების და გაქართვების, გესმის? და რუსიფიკაციის აღკვეთის და რუსების გაძევების აფხაზებიდან. აი ეს იქნება ზუგდიდი. აი მას მიიღებენ. ალბათ მეგობრებო, ეს საკუთარი მომხდარა. ძალიან მეჩქარება, ამიტომ ეს საფუძვლო ყველა ვთქვათ ერთში. სუგდიდ გაუმარჯოს მე ორიოდე სიტყვით ვიჩევ აბესალო შემიძლია ბატონო დამადაცო და მასპინძელი ვარ და პრივილეგია მაქვს ესეთი განსაკუთრებული ორწოთი არ მინდა ორი სიტყვით გარბაჩოვი დიდი ხანი არ არის რაც რაპლიდან დაკავშირებით ზუგდიდის მთელი დელეგაციის თუ დელეგაცია ესე იგი როდესაც წავიდა